მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. აქ ფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, თუმოს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები, რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებით, აღნიშნა პრემიერმა. პოლიტიკოსი კახა კახიშვილი საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხების შესახებ ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებ საზოგადოებას ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. ამ კონტექსტში პოლიტიკოსი ახსენებს უკრაინას და აღნიშნავს, რომ უკვე 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს. შესაბამისად, ამ ფონზე ბუნებრივად ჯდება კითხვა. ნუ თუ ერთი ავარია ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის რეალური მიზეზი? ვფიქრობ, ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის. ამ კითხვებზე პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ელოდება, წერს კახიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიისთვის ზურგის შექცევამ გაანულა, ხოლო ქართული ოცნების დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ის ავანტიურისტულ და დანაშაულებრივ ექსპერიმენტს უწოდებს. ახვლედიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეჟიმს გაუნათლებლობა, გულგრილობა, შიში, დაბეჭავებულობა, მედროვეობა, ოპოზიციის უსუსურობა და კორუფცია ასაზრდოებს. ახვლედიანის თქმით, მოჯადოებული წრის გარღვევა მხოლოდ იმ ადამიანების გაერთიანებით იქნება შესაძლებელი, რომლებიც ერთგულნი არიან სამართლიანობის, დემოკრატიის, ნორმალურობისა და ეროვნული თანხმობის იდეალების. ამ კონტექსტში ახვლედიანი ილია ჭავჭავაძის სიტყვებსაც ციტირებს. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში. ამის შესახებ პარტია ჯერ საქართველოს დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ კი არჩევნები არ შეიცვლება და არ გახდება სამართლიანი, მასში მონაწილეობა მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება იქნება, რაშიც ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, თუ არ იქნება რეალურად სამართლიანი, კონკრეტული, თავისუფალი, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება და ამ გაფორმებაში ხელის შეწყობა. ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაც შეეხება ელენე ხოშტერიას განცხადებას, რომ მიესალმება თავისუფალი არჩევნების იდეის გარშემო კონსოლიდაციას, ამ ნაწილში მხოლოდ მივესალმებოდი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ავტორი, განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართული ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის, სხვა კლასიკოსების და საამაყო წინაპრის. ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება, ქიშპი არის ის, რასაც ცდილობენ, რომ ქართულ საზოგადოებას თავს გარედან მოახვიონ. ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სხვანაირად, რადგან ვერ მოგვერივდნენ, ეს არის, რომ შეეცადონ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს, რასაც ჩვენ ვხედავთ სიძულვილის ენის მხარდაჭერას, გარედან წაქეზებას. სწორედ ამას უნდა აღუდგეს სახელმწიფოც და საზოგადოებაც. ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5,000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური мотиваციაც. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. როგორც პაპუაშვილი
განმარტული აღნიშნავს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერება უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. განაცხადა პაპუაშვილმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლის ცნობით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კონსტრუქციულ ხასიათს, ასევე მთავრობებსა და შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გააქტიურებას, ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ასევე კრემლის ინფორმაციით პუტინმა და ალიევმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაფართოების მიმართ მზადყოფნა დაადასტურეს. რუსეთის ქალაქ შებეკინოში დრონით სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე შუვაევმა განაცხადა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არავინ დაღუპულა. დაშავებულები შებეკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ავტობუსის სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი. იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით მიწისძვრა კუნძულ კიუშიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუშიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა. ფინეთმა დრონების საფრთხის გამო რუსეთთან ახლოს საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. ფინეთის შეიარაღებული ძალების ცნობით შეზღუდვები კოტკასა და ჰამინას სანაპიროებთან საჰაერო და საზღვაო სივრცეებზე გავრცელდა. ფინეთის გენშტაბის ინფორმაციით შეზღუდვები პრევენციულ ხასიათს ატარებს და უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე ობიექტებზე დრონებით თავდასხმებს უკავშირდება. მათივე განცხადებით შეზღუდვების დაწესება აუცილებელია იმისთვის, რათა ფინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შეჭრილი დრონების სწრაფად და უსაფრთხოდ გაანეიტრალონ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.